Cheers! I love Kvara. He's the best, the king. Thank you. Viva Kvara! Viva Kvara! Kvarashvili, they're very good tonight. Let's go. სალამი, დღეს 9 ივლისია და ჩვენ ვიმყოფებით MetLife-ის სტადიონზე ნიუ-ჯერსიში, სადაც PSG დაუპირისპირდება Real Madrid-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გუნდებს შორის ნახევარფინალში. ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია დღეს ითამაშებს და ყველაფერს ეცდება, რომ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეს. წავიდეს და ერთად ვნახოთ, როგორი დღე გამოგვივა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2000 წლიდან ტარდება და სულ პირველად მასში 7 გუნდი მონაწილეობდა. წელს არის პირველად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2000 წლიდან ტარდება და სულ თავდაპირველად მასში 7 გუნდი მონაწილეობდა. ის პირველი ტურნირი კორინთიანსის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მას შემდეგ ევროპული გუნდები ნამდვილად დომინირებენ. მათ შორის Real Madrid-ს 5ჯერ აქვს მოგებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. წელს კი პირველად ისტორიაში ტარდება 32 გუნდს შორის, რომელიცაც ფორმატი ფაქტობრივად ემსგავსება ნაკრებების მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატს. როგორც ქართულმა გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ და რეპერმა მამა ფლექსმა თქვა, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს PSG-ში. მათ აქვს წელს სრულყოფილი სეზონი, მათ მოიგეს ტრებლი და ეცდებიან ყველაფერს, რომ იდეალური სეზონი დაასრულონ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებით, მაგრამ Real Madrid-ს წელს არაფერი მოუგია, შესაბამისად ისინი დაგეშილები არიან, რომ პირველი ტიტული მოიპოვონ. გონია, რომ ძალიან მაგარი თამაში იქნება, წავიდეთ და ერთად ვნახოთ, როგორი გულშემატკივრობა იქნება ორივე გუნდს. Hi guys, what do you think will be the outcome of today's game? Today, 3-2 Real Madrid. It's going to be a crazy game today. What do you think? 5-3 PSG. Okay, who will score? Like who will be the man of the match? Man of the match? I think it's going to be Arda Güler. Dembele. Arda Güler. So I'm from Georgia and I'm rooting for Quicha Kvaratskhelia. Yeah, of course. What do you think about him? What do I think about baller? Insane player. He can do whatever you need on that wing. He's class. He's class. Nothing class. more than it's a winger, the perfect winger. He's class. Anything else you can tell about Georgia? Any other sportsmen you might know, athletes? Ilya Topuria, UFC, GOAT. He's gonna break it all. The top UFC fighter. Calling it now. Best UFC fighter out I there. appreciate you. And I have one question to both of you. If there was trades allowed in soccer or football, as it is in NBA, which PSG player would you trade in Real and which Real Madrid player would you trade in PSG? Don't say Mbappe. That's our question. I'd trade Pacho and I'd do him for Alaba. I want Pacho and Real Madrid to get and switch them Pacho and Alaba. Courtois and Donnarumma. Okay, nice. Thanks a lot, guys. Thank you. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. შევქმენი ახალი ინგლისურენოვანი არხი Cool Georgian Dude. თუ ჯერაც არ გინახავთ, ილია თოფურიას ჩემპიონობის ვლოგის ნახვის სიამოვნება გელით წინ. ხვიჩა კვარაცხელია მე რეალში იქნება და ვიტომ მოვედი დღეს ამაიკით რომ საბოლოო ჯამში მაინც რეალში დაამთავროს კარიერას და მაინც როგორც რეალისტი გუნდს ვერ უღალატებდი ერთი თამაშის გამო რა და ბოლოს ჰალა მადრიდ მითხარი და ეგ არის. ჰალა მადრიდ. მამაჩემის რეალურად ხვიჩასკენაა. მაგრამ ბავშვობის სიყვარულს და Real Madrid-ს ვერაფერი მოუხერხეთ. ძალიან დიდი ბოდიში, სრულიად საქართველოსთან და მსოფლიოს უდიდეს ნაწილთან, თუმცა შუადღის 3 საათზე 33 გრადუს სიცხეში თამაშის ჩანიშვნა არც ისე კარგი იდეა მაყურებლისთვის და ალბათ არც ფეხბურთელებისთვის. ალბათ გასაკვირი არ არის, რომ რეალი გულშემატკივრები ბევრად აღემატებიან PSG-ს გულშემატკივრებს. ეხლა აცხადებენ PSG-ს საწყის 11-ელს და რა თქმა უნდა ოვაციებით არ ხვდებიან გულშემატკივრები. ეს არის პარიზელების ჰიმნი, თუმცა ძალიან მოუხდებოდა აქაურობას
კიდევ ორი გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის და რეპერის, ბანის და ტაჰას. Ici c'est Paris. Ici c'est Paris, ჩემპიონი ვინარი, თასისკენ დავიძარი და ვინე ყველა კარი. Ici c'est Paris, ici c'est Guaga. სამოთხეთე და მიწაზე ხვიჩა ყარა. Ici c'est Paris. ზოგადად კომაგის ეპიზოდები გამოირჩევა დასაწყისში შემეცნებით ინფორმაციის გაზიარებით, თუმცა დღეს ისეთი სიცხეა და იმდენად აჭერს მზე. ძალიან დიდი ბოდიში უნდა მოუყადო ყველას, მათ შორის საკუთარ თავსაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი თამაში გაამართლებს. საქართველოს დროშებს ბრალად ვერა, მაგრამ მაინც შესამჩნევად შენიშნავთ სტადიონზე. ძალიან დიდი მოვლენა. ქართველი სპორტსმენები და ათლეტები იმას ახერხებენ ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ საოცრად ამაყები ვართ. და მათგან საუკეთესო შედეგის გარდა სხვას აღარაფერს აღარ ველით და ეს უდიდეს ფუფუნებაა, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანს ახსოვს ბევრი წლის განმავლობაში ერთი ვიოცნებოდით მსგავს საერთაშორისო ტურნირებზე, თუ ჩვენი საკუთარი წარმომადგენელი გვეყოლებოდა. და თქვენს ხედავთ გამოვლენა დახოცავენ ერთმანეთს ესენი მაგრად არა? გახსნის ცერემონიალი ტურნირებს ამერიკელებს პური და თანახმობა ნამდვილად არ ეშლებათ. საოცარი ატმოსფეროა. ავალ ყველა ჩვენთაგანი ძალიან დაძაბულ და პრინციპულ ბრძოლას ელის. ორ გუნდს შორის, რომელიც დაუძინებელ მწევად არ აღიქვებიან, თუმცა ევანდელ დღეს ბევრი მიზეზი აქვს, რატომ შეიძლება იყოს პრინციპული დაპირისპირება. მათ შორის კილიან მბაპე, რომელიც ბევრი წლის მანძილზე ფრანგულ გუნდში თამაშობდა, ვერაფერი მოიგო მასთან ერთად საერთაშორისო სარბიელზე, წავიდა რეალში და PSG-მ მოახერხა და გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. შეასრულა წვევლი და ეხლა ეცდება, რომ იდეალური სეზონი დააგვირგვინოს იდეალურად. Ladies and gentlemen, let's get ready to rumble! 10, 9, 8, 7, 6, 5, 4. Let's go! ეს არის ისეთი დიადი გუნდების უპირატესობა, როგორც არის რეალ მადრიდი. სოფლის ნებისმიერ ცენტრში საფში თამაშობენ, რადგან მაყურებლების 70% მათი გულშემატკივარია და თეთრფერებშია შემოსილი. რამაც ყველაზე მეტად გამახარა. ჩემ გაიტანა სწრაფი გოლი. ჩემი აზრით თამაში იქნება ძალიან გახსნილი და უხგოლიანი. ნახოთ. რეალი არ ამგონია რამის დახმობას აპირებდეს დღეს. მაგარი თამაში გველის. მეც მეტუცე ორის მოზიგებს, არ ვიცი.
იმედია ჩემპიონთა ლიგის ფინალის განმეორება არ იქნება და თამაში მოსაწყენი არ იქნება მეორე ტაიმის დაწყებისთანავე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალი ინტრიგა შეიტანს თამაში, თუმცა საბოლოოდ ხვიჩას და მის გუნდს გამარჯვება აუცილებლად უნდა დარჩეს. მატჩის მე-16 წუთია და ჯერჯერობით მხოლოდ პარიზელი გულშემატკივრები გობოქრობენ. კიდე ერთი საინტერესო რაღაც ხდება, ჩემს გვერდით ხედარ მამაშვილი და მამა ასწავლის შვილს ფეხბურთის ტაქტიკულ განლაგებას რეალის ფეხბურთელების შეცდომების გათვალისწინებით. ნაოც, ბევრი რამე მინახავს ცხოვრებაში, მაგრამ ესეთი უსუსური პირველი 15 წუთი როგორც რეალმა ჩაატარა, ძალიან იშვიათად ხვიჩა არის ბურთით. მივატრიალო კამერა. ეს გაქცევა ფაქტობრივად გეგონებოდა ბასლეინზე მიდიოდა. არა. გეგონებოდა ბასლეინზე მიდიოდა, ისე მორბოდა. ვახშენი ეს რა? ჩემს გვერდით ბრძოლმა მამამ ისე გაიხარა ეთელი ბარათი თქო ჩემმა მამამ, მაგრამ ამ ბავშვის მამამ პარიზელებს გოლი არ გახარებიათ ეგრე. ჟანრის კლასიკის პირველი ტაიმი დასრულდა პარიზელთა სრული დომინაციით. 3-0 არის ანგარიში. მანამ სანამ წყლის რიგში ვგავარ, მე-4 გაიტანეს პარიზელებმა. ვაუ, ხვიჩა! მე-4 გაიტანეს პარიზელებმა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. გულის შეტევა არის ეს თამაში რეალის გულშემატკივრებისთვის. ჯერჯერობით. თამაშმა ინტერესი დაკარგა თამაშისადმი, რადგან რეალი მარცხდება სამბურთიანი სხვაობით, ხვიჩა მოედანზე აღარ არის და შესაბამისად საქართველოს რაგბის და 20-მდელთა ნაკრების თამაშს უყურებს, სადაც იტალიას ამარცხებენ ბიჭები, რომელშიც თამაში მე-10 წუთიდან 14-ნი არიან. მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 8 წუთი რჩება. პარიზელებმა უდიდესი განაცხადი გააკეთეს. არა მხოლოდ ფინალში გასვლაზე, არამედ რეალის დამარცხება, თან ასე დომინანტურად დამარცხება ყოველთვის statement victoria, რასაც ეძახიან, ანუ ხმამაღალი განაცხადია. და არის რეალს ფაქტობრივად რეალური საგოლე მომენტი არც ქონია. I think that ატარებს ალბათ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო გუნდურ სეზონს. მოიგეს ტრებლი, იგებენ ნახევარფინალს სოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატისას და ფინალში შეხვდებიან ჩელსის, კონფერენს ლიგის და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ყველა გადამწყვეტ თამაში, სადაც უნდა გატესტილიყო PSG-ს შესაძლებლობები და გუნდური სულისკვეთება. ფაქტობრივად ვერცერთმა მოწინააღმდეგე გუნდმა ვერანაირი გასაღები ვერ მოუძებნა. ყველაზე ახლოს სავარაუდოდ იყო ლივერპული და მერე ალბათ ბაიერნი. რაულ ლუის ენრიკეს ასე და ამგვარად 13 ივლისს ხვიჩა კვარაცხელია შეეცდება
ყველაფერი მოიგოს საკლუბო დონეზე, რაც შეიძლება ადამიანმა მოიგოს და ფაქტობრივად დახუროს ფეხბურთი საკლუბო დონეზე. როგორც ამბობენ, ეს თაობა საქართველოს ნაკრების ახალი თაობა კომპიუტერულ თამაშებს ძალიან სწყალობენ და თამაშების დახურვა მოიჩასთვის არ მგონია უცხო ხილი იყოს და რა შეიძლება იმაზე დიდი ბედნიერება იყოს ამ ასაკში რომ ფეხბურთი გაქვს დანახური. Australians are very good tonight. Let's go. Appreciate you, man. What's your channel? Cool Georgian dude. TikTok or Instagram? YouTube. YouTube and Instagram. I'll follow you on Instagram. Yeah, I only posted one video. It's like for Ilya Topuria. I was gonna say your videos are going anywhere because I'll sit right next to you. Yeah. This guy? Yeah, that's me. Alright, yo, follow me back, bro. Appreciate it. On what? Instagram? Yeah, Cool Georgian dude. And also on YouTube. Georgian? Cool Georgian dude. Dude? Yeah. Nice. Yeah, that's my brand new channel in English. So appreciate you. Dan, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. შევქმენი ახალი ინგლისურენოვანი არხი Cool Georgian dude. თუ ჯერაც არ გინახავთ, ილია თოფურიას ჩემპიონობის ვლოგის ნახვის სიამოვნება გელით წინ. ყვარა! Joss! Paris. ემოციები მოაქვს სპორტს. ასე უყვართ ფეხბურთი და ასე აბედნიერებს ფეხბურთელების წარმატება და საკუთარი გუნდის წარმატება ადამიანებს. ასე დამგვარად დღევანდელი შეხვედრა დასრულდა. ხუჩა კვარაცხელია 4 დღის შემდეგ შეეცდება საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტიტული მოიპოვოს. აბა მომავალ შეხვედრამდე. I love Kvara. He's the best, the king. Thank you. Viva Kvara! Viva Kvara!